არსებობს ფასი, არსებობს ღირებულება. ეს ორი absoliutურად სხვადასხვა რამე. რადიკალურად. ჩემ ბავშვებს უხსნიდი ერთხელ მახსოვს რომ წარმოიდგინე ძაღლი ყავს გამოყვანილი და ძაღლი ასე ინებ რაშვება. გაიქცევა წინ, მივა ბუშთან რაღაცას იზავს. მე სხვა ძაღლს გაეკიდება, მე ვიღაცა ასაფეთქებას ის თუ შეეშიდება გამოიქცევა შენს უკან, ხო? გადავა გაზონზე უწესოა რა. ყველგან დადის წესიერად არ იქცევა. ძაღლმა არ იცის სად მიდის. ბოლო წერტილი სად მივა. მეორე არის პატრონი. პატრონი მიდის დინჯად ბილიკზე, იმან იცის სად მიდის და ბოლო სერიაში სადაც მივა პატრონი, იქ მივა ძაღლი. პატრონი კი არ სწორდება ძაღლზე, ანუ ძაღლი სწორდება პატრონზე. ეხლა ეს კონცეფცია სად არის? ძაღლი არის ფასი და პატრონი არის ღირებულება. ღირებულება არ ჩანს, ეს ფასი ჩანს ყოველთვის. და როცა ღირებულება არ ჩანს, იქ არის ორი ვარიანტი, ან არის და დათვლადია, ან არ არის. და თუ არ არის, ეს უპატრონო ძაღლი ხან პეკინზე გაიგვიძებს. ხან დელისზე და არ მაწყობს ეგ ამბავი მე და ოქროში მაგას ვხედავ რომ პატრონი არ არის. ოკეი, მიდის ზევით, მიდის, მაგრამ დოვლაც არ ქმნის.